გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, როგორც იცით, სულ ახლახან გავიდა ეთერში მაია ასათიანის პროფილი, ეს გადაცემა და ამ გადაცემამ ასე ვთქვათ, ბრჭყალებში შეიძლება ითქვას გააშუქა სტალინის თემა და სტუმრად ბრძანდებოდა მეუფე ილარიონ სამხარაძე და დედა ნინო. ამ გადაცემაში იყვნენ მიწვეულები და შეიძლება ითქვას, რომ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია კიდეც ამ გადაცემამ, არა მხოლოდ თემისგან გამომდინარე, ალბათ არამედ იმიტომაც, რომ მეუფე ილარიონი მიბრძანდა იქ, თუმცა კი შეიძლება ითქვას, ორის ურთიერთდაპირისპირებული პოლუსი ვიხილეთ თვითონ გადაცემის ფორმატში ყოველ შემთხვევაში და უმცირესობაში რა თქმა უნდა აღმოჩნდით თქვენ დედაო მეუფე ილარიონი თქვენ მით უმეტეს რომ გადაცემის წამყვანი იყო ძალიან აჟიტირებული ისე შეიძლება ითქვას აღგზნებული და ცდილობდა მაქსიმალურად ცდილობდა ყოველ შემთხვევაში როგორც ტელეჟურნალისტი აი თვითონ თემის მარგინალიზაციას რაღაცნაირად დაკნინებას და რაც ყველაზე უფრო ჩვენთვის იყო მტკივნეული და მტკივნეული რა თვალსაზრისით რომ ვერ ხვდებიან საერთოდ რა თემასთან გვაქვს საქმე და პიროვნებასთან რაც თავარი არა მხოლოდ სოსო ჯუღაშვილი მყავს ხედველობაში იოსებ სტალინი არამედ რა თქმა უნდა ჩვენი თანამედროვე ბერი მდუმარების სხვა წყავლილი ადამიანი ტანჯული ადამიანი მრავალტანჯული დევნული მეუფე ილარიონ სამხარაძე მე ვიცი რომ შენ ძალიან ისეთი ნაკლოვანების განცდა დაგჭა რაღაც უკმაყოფილების განცდა მრავალი თვალსაზრისით და მინდა რომ აი შენი გულის ტკივილი გაუზიარო ჩვენს ინტერნეტ მაყურებელს, ტელემაყურებელს. მოგესალმებით ლაზარე. დიახ, მართლაც სხვა უფრო როდის ხართ სიმართლე მეუფების ყველაფერი რა თქმა უნდა წინ იცოდა. ეხლა მაია ასათიანი და მისი შოუ და ეს სტილი მისი გადაცემის ეს ყველასთვის გარკვეულწილად ცნობილია. თუმცა თემა როგორც ასეთი იოსებ ბესარიძის სტალინთან დაკავშირებით თვითონ დაგვიკავშირდნენ ჩვენ ჟურნალისტებმა და იქიდან დავიწყოთ ლაზარე დაგვიკავშირდა ჟურნალისტი რუსთავიორის წარმომადგენელი და გთხოვეს ძალიან გთხოვეს მეუფეს რომ აი ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით მიდის ძალიან ისეთი დისკუსიები ბაასი და ასე შემდეგ და თუ შეიძლება რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მომბრძანდეს მეუფე გადაცემაში და მიიღოს მონაწილეობა. რა თქმა უნდა, რამოდენიმე წუთის მერე მეუფემ ძალიან ისეთ მხიარული სახით დახვდა გადაცემაში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით და საინტერესო იყო, როდესაც მეუფე შევძლებოდა სტუდიაში ან უშუალოდ გადაცემის დაწყებამდე მაია ასათიანს და იქ ყოფ ჟურნალისტებს ესეთი წინადადებით მიმართა როგორ იყო შაი თქვენ ამ ტეხეთ სალათა სულ არ მინდოდა ხა მე თქვენთან აქ მოსვლა მაგრამ ნუ აი ესეთი ის უთხრა მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის რომ აი ყველაფერი წინ იცოდა მეუფემ თუ რა მოხდებოდა იმ გადაცემაზე. იცოდა იქ ვინც იყვნენ ვინ მიიღებდა მონაწილეობას მიუხედავად იმისა რომ პირადად ჩემთვის არ ჰქონდათ ეს ნათქვამი და მე არ ჰქონდა ეს ინფორმაცია. მაგრამ როგორც ყოველთვის მეუფე ყოველთვის იცის სად მიდის, რატომ მიდის, რა უნდა და რას ემსახურება ეს. ჩაგერთვები ნათეა უბრალოდ მაპატია არ დაივიწყო რას გაგიწყვიტე აზრი, მაგრამ მე უბრალოდ ჩემი ხედვა მაქვს მეუფის ამ ნაბიჯთან დაკავშირებით და ტელემაყურებელი სამწუხაროდ ჩვენ ისე უყურებთ ხოლმე ასეთ პიროვნებებს, რომ თითქოს მას შეუძლია რაღაც შემთხვევითი ნაბიჯი გადადგას, ემოციური იყოს, ამ თქვათ სადღაც რაღაცა შეცდომა და ლაფსუსი გაეპაროს. მე ვფიქრობ, რომ მეუფე ილარიონს სურდა ასე ვთქვათ თემის აგდება თუ შეიძლება ასე ითქვას შეიტანა ეს თემა სტალინის თემა შეიტანა
მედია სივრცეში, ტელემედია სივრცეში, ინტერნეტ სივრცეში ეს ძალიან პოპულარული თემაა, მაგრამ ჩვენი ტელევიზიები ცდილობენ ყოველ შემთხვევაში ჩემი თვალთახედვით ესეა, რომ დახურული თითქოს ტაბუ დადებული თემაა, რომელი თემა? განა სტალინის თემას აჟღერებენ, მაგრამ მხოლოდ მათი თვალსაზრისი, მხოლოდ მათი კუთხე, ანუ შეკვეთილი თვალსაზრისი არის გაბატონებული. არადა თემა არის საძიები, საკვლევი და ამას იკვლევს მთელი მსოფლიო. სტალინი გამოუცნობი პიროვნებაა, მრავალ შეიძლება ითქვას რაღაცა ამოუხსნელი განტოლება. ეს ასე აღიქვამს მას მოაზროვნე მსოფლიო, არა მხოლოდ ქართული საზოგადოება და მე ვფიქრობ, მეუფე ილარიონმა შეგნებულად შემოიტანა ის თემა, აი გამოიტანა საჯარო სივრცეში, რომ ჩვენ დავიწყოთ ფიქრი, რომ ამოვხსნათ, იმიტომ რომ პრაქტიკულად არის ამის აუცილებლობა. თორე აუცილებლობა რო არ იყოს, ხო დაივიწყებდა ხალხი არანათი. ისა დედანინო აპატი. ესე იგი დაივიწყებდა და აი მგონია რომ ბოდიში ჩაგერთვე, მგონია რომ ეს იყო ძალიან დროული. იმიტომ რომ ჩვენ ხო პოლიტიკურ ჩიხშიც ვართ. აბსოლუტური გარღვევა მოხდა მე იქ მისვლით. და ამ თემასთან დაკავშირებით მიუხედავად იმისა, რომ ასათიანს რატომღაც ეგონა იქ შოუ სტილში ყველა მიცოდა ეგ რა უნდა თქვას, ვის მერე ვინ საუბრობს, ანუ როლები განაწილებული. ეხა იქ იყვნენ გორელები, უბრალო ადამიანები, რომლებიც ალალად პატიოსთან საუბრობენ. ყველა ეთყობოდა გადაცემაში ლაზარე, ვინ პატიოსანი იყო, ვინ ალალად საუბრობდა. საინტერესო რესპონდენტებიც იყვნენ იმ გორელებს შორის, מחვილებით პასუხები გასცეს ძალიან კარგი და საინტერესო. რომელიც თვითონაც არ იცოდნენ თუ ამდენად ჭკვიანო პასუხებს მიიღებდნენ იმ ადამიანებისგან, თუმცა კი სხვათა შორის ბოდიში ისევ გერთვები არგუმენტების სმენა არ იყო. ანუ არ უსმენდა, არ აინტერესა, ხო? მას წინასწარ განსაზღვრული პოზიცია ჰქონდა და ის არ უსმენდა არგუმენტებს. ეს ძალიან მტკივნეული იყო, ანუ დიალოგი არ მიდიოდა. საერთოდაც ეხლა ცოტა ისეთი საკითხი ხა ასათიანი მაია და სტალინის თემა, მაია ასათიანი და სადაც უზარმაზარი მხოლოდ ბუმბერაზე პიროვნება, უდიდესი განზომილებები სხვადასხვა. ხო, რა თქმა უნდა, მას უფლებას კი არ დამიეცა თავისთვის, რომ ამ ხალხ პიროვნებაზე ესაუბრა. აი, ცოტათი მაინც უნდა იყო იმის ღირსი ადამიანზე, რომ ისაუბრო. ისეც საუბრობს ახლა სტალინზე საუბარი და იქ შეკრებილი დაუშვათ ის წარწერებით რო იყო იქ ახალგაზრდა გოგონა. სხვათა შორის ძალიან საინტერესო რაღაც მოხდა ლაზარე, ჩვენ როდესაც შევედით, შეგნებულად ყავდათ იქ წინ განლაგებული მხიარული სახეებით ადამიანები, რაზე იცინოდნენ და საერთოდ რა აცილემდა თვითონაც არ იცოდნენ, მაგრამ როდესაც ხო, აი თითქოს ახალგაზრდები ალბათ ძირითადად. ახალგაზრდები და ვინც სპეციალურად ყავდა და განლაგებული ისეთი ხალხი, რომლებიც ირონიული ღიმილი ჰქონდათ და აი როდესაც ჩვენ უკვე გამოვდიოდით, მათ ეს ღიმილი აღარ ჰქონდათ, ყველას ჰქონდა თავი დახრილი, თუ ის მიშასაც, აი ვინც ყავდა იქ კიდე მიწეული, ყველას ჰქონდა თავი დახრილი და ძალიან სხვანაირი მოგწალება ჰქონდათ, ანუ რა აი ეს ახალად იგრძნობოდა და ალბათ მაინც იმოქმედა. რა თქმა უნდა და ზოგადად ეხლა მაია ასათიანის და მისი დადგმული შოუ ნამდვილად ვერ განასახიერებს ახლა სტალინის პიროვნებას და სტალინს ყოველკვირა დავდივართ ჩვენ, მე ყოველკვირა თითქმის დადის გორში ატარებს იქ ლოცვას სტალინის სახლ-მუზეუმში, თვითონ ეზოში. ეს არ არის მარტო 21 დეკემბერს, როგორც მაშინ გამოაცხადეს და უამრავი ესე იგი ზამთარ ზაფხულში, აი ნებისმიერ დროს წელიწადის და მინდა გითხრათ, რომ აი უცხოელების დიდი ნაკადი მოდის. ძალიან დიდი ნაკადი. აი 6 მარტს პირდაპირ ჩინელი იყო ერთი ჩინელი ახალგაზრდა კაცი, რომელიც მას ფილმი გადაიღო. მთელი 3 საათი მეუფე ატარებდა ლოცვას და ჩინელმა გადაიღო ეს დოკუმენტური ფილმად. და სახლ-მუზეუმი ყველაზე შემოსავლიანია იქ ითქვა და ეხლა იმ სახლ-მუზეუმშიც ხო საქართველოს როგორც ხატავენ ბნელი მოსახლეობა, როგორც ჩვევიათ ხოლმე ამ ფსევდოელიტურ სატელევიზიო გადაცემას, იქაც ხო ბნელი და ჩამორჩენილი საქართველოს მოსახლეობა არ დადის არა. ანუ ინტერესი დიდია და მიუხედავად დიდი მცდელობისა ამ სტალინის ჯერ კიდე
პერიოდის მტრების მიუხედავად დიდი მსვლელობისა სტალინის ვერავის ვერ დააკლებს ისევე როგორც ღმერთს ვერაფერს ვერ დააკლებენ რა. აი ეს არის ძალიან ისეთი სხვათა შორის მე სტალინელი არა ვარ კი წინასწარ გაგაფრთხილე ჩათვალე რომ არც ოპონენტი უბრალოდ კვლევა ნამდვილად და ლიტერატურას კითხულობ და ძალიან ღრმა თემა საიდუმლო თემაა აი ამას მივხვდი ეს არის საიდუმლო მაგრამ სტალინელი ვერ გავხდი 37-ში დაახრეტილთა შთამომავალი ვარ და სულ ვერ ვურიგდები და არ მგონია რომ თვითონ სოსო ჯუღაშვილიც შერიგებოდა თქვათ რახან მის ეპოქაში მოხდა ეს ყველაფერი და მაქვს ეს კითხვები ოდიში ისე შეგაწყვეტი მე ხა ძირთადად იქ გურშის დამცხეთაშიც ქონდა იმ ჟურნალის ნატას ქონდა ესეთი კითხვა რომ იყო თუ არა სტალინი ტირანი იყო თუ არა სტალინი ტირანი ხა ტირანი მათ როგორ წარმოუდგენიათ ვერ გეტყვით მაგრამ ის სტატისტიკი პოლიტიკა რომელიც იმ პერიოდში ტარდებოდა იმის გარეშე იმ მომის მოგების 1%-იც არ არსებობდა და ეს კარგად აწერეს მისმა მტრებმა სხვათა შორის და მისმა მოკეთეებას და უშუალო მამომის მონაწილეებას ამაზე ხა ჩვენ რო ვისაუბროთ შეიძლება დღეები და ის არ გვეყოს საკმაოდ ბევრიც გადაცემას ამასთან დაკავშირებით იმდენია დაწერილი რომ ამ ტრიმანებში აღარ დავკონკრეტდები თუმცა კი სტალინის სიდიდე თვითონ პირველად ერთხელ მახსოვს მეუფე ილარიონ სამხარაძე ყვებოდა ესეთ თავის წარსულიდან ესეთ მოგონებას როდესაც მეუფე ილარიონ სამხარაძე სწავლობდა მცხეთის სემინარიაში მასთან ერთად სწავლობდა მამა გიორგი ვასილაძე და სემინარიაში სულიერ შემთხვევით დავინახეო რომ ამოგზავნდა პიროვნება მაგრამ რო შეხედავდი თუ ამ ხანდასმო პიროვნებას ის არ გავდა ჩვეულებრივ ადამიანს იტყოდი რომ ბიბლიური ადამიანი არის ვა ესეთი ის ჰქონდა თავისი ჩაცმულობით თავისი გამომეტყველებით და მივიდა პირდაპირ მამა გიორგისთან და კარგა ხას ესაუბრა მაგრამ არ ჩემთვის თვალში საცემი იყო მას ჰქონდა ზურგჩანთა ამ პიროვნებას, რომელსაც იყო ამოქარგული იოსებ სტალინი, იესო ქრისტია. და ეხლა ეს არ იყო ნამდვილად შემთხვევით მომხდარი ფაქტი და ეს არც შემთხვევით მონაყოლი არ იყო მეუფე ილარიონის მხრიდან და არც ის დანახული მეუფე ილარიონის მხრიდან, რომ ეს და აი ის შრომის ტიტანური შრომის უნარი ქონდა ეხლა 20 საათი 22 საათი სტალინი წყალს არ დალებდა ისე შრომობდა იმისთვის და იმდეს კითხულობდა და 400 ფუძეს კითხულობდა დღეში და ნუ რაღაცა სასწავლები წერია ხო და ზედმიწევნით განათლებული ნებისმიერ საკითხში ნებისმიერ სფეროში მეცნიერულად ეკლესიურად პოლიტიკურად უზომოდ განსწავლული ადამიანი იყო სტალინი და აი ამ თავის ტიტანურ შრომას ასე ვთქვათ ყველაფერს ახმარდა კეთილი ძალების გადასარჩენად ის პირდაპირ ღმერთის დავალებას ასრულებდა ეხლა ყველა ორი ბრძოლაში როგორც წესი არის ბრძოლის ფორმულა ესეთი 1-2 წინააღმდეგ 2-1 წინააღმდეგ აი ეს გვასწავლა მეუფე ილარიონ სამხარაძე და დაახლოებით ესე აგვიხსნა არის წარმოვიდგინოთ სამკუთხედი თავში წარმოვიდგინოთ მოყვასი საკუთხედის ერთ მარჯვენა კუთხეში მტერი და მეორე კუთხეში მოღალატე. ანუ მოყვასი ებრძვის მტერი და მოღალატე და მტერი და მოღალატე ებრძვის მოყვასი. და მოყვასი ყოველთვის მტერი და მოღალატის მხრიდან ანადგურებს ერთმანეთის განადგურებით ამარცხებს მოყვასი ორივე ანუ ღვთის მტრებს და კაცობრიობის მტრებსაც. აი ეს გულისხმობა აქვს. და სტალინი ზუსტად ამ პოლიტიკის გამტარებელი იყო ერთ-ერთი, რომელმაც ზუსტად ის ორი მტერის და მოღალატეს დააპირისპირა ერთმანეთს და ორივე რა თქმა უნდა ნამდვილად დიდი ბოროტის ძალები იყვნენ, ის იყო ორი აზრი არ არსებობს და ხარდაჭერა და ის მადლიანობა რაც თვითონ სტალინში იყო არა მარტო განსწავლობის კუთხით, არამედ მადლიანობის კუთხითაც ის მადლის გარეშე და ღვთისმოსაობის გარეშე და ღვთისურჩეულობის გარეშე სტალინი ამას ვერ მოიგებდა. ეს ისეთი ომი იყო, ეს იყო საკაცობრიო ომი ბოროტსა და კეთილს შორის და ეს იყო ხილული ომი, უზარმაზარი, სადაც ერთი მხარე იყო ბოროტი, მეორე მხარე იყო კეთილი. და ამ ომში მიუხედავად ძალიან დიდი მსხვერპლისა, მიუხედავად ძალიან დიდი ტრაგედიისა, რაც დატრიალდა და ვიცით ჩვენ
ამში გაიმარჯვეს სტალინმა. ეხლა ის აბრალებენ რომ არ იყო მორწმუნე კი არა, ზედმიწევნით მორწმუნე იყო, ზედმიწევნით ღვთისმოშიში იყო და ასეთი ფარული ასკეტური ღვაწლის მქონეც კი იყო, მინდა გითხრა, ის მარხოლიც იყო, 20 საათი და 22 საათი ადამიანი წყალს არ დალევს და შრომობს იმისთვის, რომ როგორ გადაარჩინოს კაცობრიობა და ეს არ იყო კონკრეტული რუსეთის გადარჩენის თემა, მეორე მსოფლიო ომი იყო კაცობრიობის გადარჩენის საკითხი, ყოფნა არ ყოფნის საკითხი და დღემდე არის ეს მდგომარეობა. აი ძალიან საინტერესო ჟურნალი გამოდის ახლა მეოფეს უშუალოდ ავტორობით სამება და სამებობი, სადაც არის იქ გარკვეული განმარტებები მეოფესი, სტალინთან დაკავშირებით, იმ გეორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასთან დაკავშირებით, დღევანდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საბჭოეთობის აღდგენასთან დაკავშირებით. რატომღაც ადამიანებს გონიათ, რომ საბჭოეთობა ეს არის ნამგალი და ურო. ნამდვილად ესე არ არის და საბჭოეთობა ეს არის ქმნილ კაცი ხატა და მსგავსად ჩვენ და ეს არის ჭობითობა, ანუ მრავლობთ, ანუ თანასწორუფლებიანობა, რაც ზედმიწევნით იყო დაცული სტალინის პერიოდში. აი ეს არის საბჭოეთობა და არა რუსეთი და არა კონკრეტული სახელმწიფო. 23 ნოემბერს, როდესაც მოხდა მცხეთაში ესეთი სამარცხინო ფაქტი, რომ ჩაიდინეს მეუფე ილარიონის და გიორგობა დღეს თქვენ იცით სამთავროში ინციდენტი, როდესაც მე ცენით გამაგდეს და უბრალოდ რო არ მენახა მეუფე ილარიონს ფიზიკურად როგორ გაუსწორდებოდნენ მე და ყვერს დაიჯაჭვნენ და წააქციეს თავს დაარტყმევინეს, მამაზე საქმე აღიძრა. მცხეთის, მაგრამ აღზრვა ერთია და როგორ მიმდინარეობს გამოძიება კიდე ეს ცალკე თემაა, მაგრამ ახლა ამასთან დაკავშირებით რამე დაგითხრა. მაშინ დაიწერა პრაიმ ტაიმში ესეთი სტატია, რომ მეუფე ილარიონს უნდა საბჭოეთობის აღდგენა. სხვადასხვა სწორედ მაშინ წავიდა ძალიან ბედუკურმა დატრიალდა ბორბალი, როდესაც აი ეს შევარდნაძე ტრუასხენის ვარიანტიც შემოაგდეს რუსეთში და მან აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა იმ დასავლეთის დავალებით, რომ ეს სისტემა და სტრუქტურა დარღვეულიყო, რასაც ძალიან დიდი შრომა და ძალიან დიდი ენერგია და ძალიან დიდი გული და უზარმაზარი დიდი მადლიანობით, რაც სტალინმა და მისმა თანამებრძოლებმა შეაკოწიწეს და ეს თანასწორუფლებიანობის თვალსაზრისით. დღეს ახლა როგორი სისტემა გვაქვს ხო საქართველოში და ნებისმიერ სახელმწიფოებში. ყველაზე ძლიერი, ვინც ყველაზე მეტ შრომობს, ის ყველაზე მეტად მშიერია და ყველაზე უსაქმურები და ყველაზე მუქთამჭამელი ადამიანები, არაფრის მაქნისები, აქვთ უზარმაზარი ხელფასები, აქვთ ძალიან კარგი პირობები საცხოვრებელი და მათთვის არის ასე ვთქვათ ჭყალებში ცხოვრება მოწყობილი, ხო? აი ეს არ ხდებოდა სტალინის პერიოდში. სტალინის პერიოდში იყო ყველა თანასწორუფლებიანი. სხვათა შორის ხო. ვინც ჭამდა, ვინც შრომობდა, ის კიდეც ჭამდა, კიდეც ისვენებდა და იყო ყველანაირად კარგი მდგომარეობა. ძალიან ბევრგან წამიკითხავს, რომ სტალინი სრულებითაც არ იყო იდეური რევოლუციონერი, არამედ ბავშვობიდან მიუყვარდაო სამართლიანობა. სამართლიანობა ღმერთის რანგში ყავდა აყვანილი. სიმართლე. ხო, სიმართლე და სამართლიანობა და ეთქობა ეს იყო მისი მთავარი მამოძრავებელი, მაგრამ ეხლა როგორი მეთოდით ხდებოდა საბჭოთა კავშირი, არსებობს ესეთი ხედვაც, ესეთი ვერსია შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა კავშირი, ასე ვთქვათ, და მე სადღაც ვიზიარებ ამას. რახან მესაჭე იყო ქართველი, არა? ქართული ბუნების იყო, არსებობს ესეთი ვერსია, ანუ თუ კი სითბოს მატარებელი იყო ეს ქვეყანა და ეს სითბოს მატარებელი ეს ქვეყანა იყო, არა ვარ ნოსტალგიური ამ ხრივ, საბჭოთა კავშირის ნოსტალგია ნამდვილად არ მჭირს, მაგრამ ამოხსნა არის საჭირო, როგორ მოხდა, რომ ქართველი კაცი მოხდა გახდა ამ ქვეყნის არა მხოლოდ ხელმძღვანელი იყო, ავტორიც იყო საბჭოთა კავშირის. სტალინი ქართველი, რომელსაც სხვათა შორის დიქციაც კი ქართული ქონდა, ხო საინტერესო თემაა რა. და რა იყო, რატო იყო თქვა ჯარისკაცის მამა ითამაშა ქართველმა, ჩემო მოგვარემ. ესე შემთხვევითი არ მგონია. და რაღაცა ქართული ბუნება ქონდა ამ ქვეყანას. გაადამიანურება შეიძლება მისი იყო, ასე ვთქვათ, ქართული ბუნების. მე მიფიქრია ამის შესახებ და ხო არ მინდოდა რამე გეთქვა. აი რა მინდა იცი თქვა, რომ სტალინის კითხვა იყო სხვათა შორის, აი რატოა წმინდანი,
სტალინი შეგეკითხებოდნენ ხო ამ თემაზე მიფიქრია და მე ვერ ვიზიარებ ჯერჯერობით ესე იგი უნდა ჩავწვდე რომ მივხვდე რატო თქვა წმინდა არის თუ არა სტალინი მაგრამ ძალიან ბევრ წმინდა საქმეს რო შეეხო ეს ფაქტია მაგალითად თქვა სიწმინდეების ჩამოგზაურება სიწმინდე ხო ძალა სიწმინდე ხო სატანდემი ფაქტიურად იმიტომ რომ სტალინი რო არ ყოფილიყო განგებამ გააკეთებინა მას ეს წმინდა საქმე ეს ერთი ავტოკეფალიის აღდგენა რა ეკლესიის ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი წმინდანებთან შეხება ქონდა აი ბატონაზე აი იცით როგორია როდესაც იმ დროინდელ წმინდანთან დედა მოსკოველი მატრონა მოსკოველი შეხვდა იყო კიდე რუსი წმინდანები რომელთანაც უშუალო შეხება ქონდა და მან აღასრულა ის ღვთის დავალება როდესაც ყაზანის ღვთისმშობლის ხატით ვერტფრენით ესე იგი მოილოცეს მთელი საზღვრები და ზუსტად ამ ხატის მოლოცვის შემდგომ თითქმის ლამის წაგებული ომის სტალინმა მოიგო ეს საინტერესო თემა ხო აი ეს ახლა შეხვდა თუ არ შეხვდა ზუსტად არ ვიცი ცოტა დობის ხარისხიც ახლა მე ცოტა ოპონენტიც ვიქნები იმიტომ რომ არავინ იფიქროს რომ ჩვენ ასე ვთქვათ თავგადაკლული მე ყოველ შემთხვევაში ესე ვხედავ არა ვარ რომ უმად ვერ მივიღებ მაგრამ ფიქრობ აი როგორ რა სათქონდა წმინდა საქმეებთან სტალინს შეხება ერთ-ერთი ესეთი დიდი ხანია ეს თემაც მუსირებს ასე ვთქვათ ისტორიის სახელმძღვანელო რომელიც თურმე აკრძალეს ესე იგი 53 წელში საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელო რომლის ავტორები იყვნენ საქართველოს ისტორიის კვლევის კორიფეები ძალიან დიდი ფიგურები სვეტები ესე იგი მიხეილ ივანე ჯავახიშვილი სიმონ ჯანაშია და ნიკო ბერძენიშვილი ავტორები იყვნენ ესენი სადაც ლაპარაკი არის ქართველთა ქალდეურ წარმოშობაზე რასაც საბოლოო ჯამში მივყავართ თქვათ ვერსია ეს მაგრამ საკმაოდ ისეთი საფუძვლიანი და არგუმენტირებული ქრისტეს ქართველობამდე არა და ასეთ შემთხვევაში 53 წელში შემოიღეს ეს სახელმძღვანელო და 56-ში გრიფით საიდუმლო შემოვიდა ბრძანება ცენტრალურ კომიტეტში საქართველოს და აგრძალეს ეს წიგნი და დააწვითო ამ დონეზე ანუ ქართველობის ასე ვთქვათ ამხსნელი და წინ წამომწევი თემა თუ რომელიც როგორც ჩანს სტალინი ბუკვალისტი იყო ის სკრუპულოზურად ეცნობოდა ყველაფერს და ზუსტად ეწოდინებოდა იმ სახელმძღვანელოში რა ეწერა ხო ყველა წვრილმას მისი ნაკითხი წიგნები სულ ხაზგასმულია და სულ ესე იგი მისი ჩანიშნებითა და ასე შემდეგ ანუ მან ეს სახელმძღვანელო ფაქტობრივად შემოიტანა და როგორც კი 56 წელს ანუ მე-20 ყრილობის წელს როდესაც სტალინის კულტი ხო არა სტალინის კულტი რო დამკვიდრდა ჩვენს ცნობიერებაში ხრუშოვის მიერ სახელმწიფო ცნობიერებაში ამ წელიწადს გაუქმდა ეს წიგნი ანუ აქაც ძალიან გაუგებარია რა თქვა ზოგადად აი მე ესე ვხედავ არ ვიცი ვინ როგორ მაგრამ სტალინის მიმართ ბრძოლა ეს არის ქართველობის მიმართ ბრძოლა ასე აღიქვეს ალბათ 50 დახრეტა რო იყო ახლა ესეც იყო ეხლა მართლა ვერ მოიგებდა ქართლის გარდა ამ ომს ვერავინ იმიტომ რომ ის ძალა ის ენერგია ის ნებისყოფა რა გენერატორიც იყო ხო მიერთებული ეს არის საინტერესო აი ძალიან საინტერესო სწავლება აქვს მეუფე ელარიონს მან დაწერა წიგნი კლავგებითობის არსი იესო ქრისტეს კლავგებითობის არსი და მამა ნიკოლოსაც აქვს ამასთან დაკავშირებით მე როგორც ვიცი ნათქვამი რომ ვინც ეს არ იცისო რას ნიშნავს კლავგებითობა ანუ კლავდაბადება სულის მას საერთოდ არაფერი არ იცის ცხოვრებაში და ამით უმეტეს ქრისტიანობის შესახებ მან არაფერი არ იცისო ეს ჯერჯერობით არც მე ვიცი სხვადასხვა და სხვადასხვა აი კარგად აქვს მეუფეს ეს დაწერილი აი ძალიან მარტივად რომ გაიგონო ადამიანება აი როგორც წელიწადის დრო გაზაფხულის ზაფხულის შემოდგომა ზამთარი ისე მეორდება ყველაფერი მარადისობაში და უსასრულობაში ღმერთის მარადისობა და უსასრულობა სწორედ ამ კლავგებითობით დასტურდება რომელიც დადასტურებულია როგორც ბიბლიურად სალონებშიც, ლოცვებშიც და ძალიან ბევრ იონე ზოსიმეს წინასწარმეტყველობა რო არის იქებაი და დიდებაი იქაც არის ამ კლავგებითობასთან დაკავშირებით წინასწარმეტყველება და სტალინი კიდე რომელიც სული იყო არ საერთოდაც არ არის გამორიცხული რომ დავით აღმაშენებლის სული იყო სტალინი
ამას არა და ამის ხედვა ნამდვილად აქვს წმინდას. ეხლა მამა გიორგი ბასილაძე ბრძანებდა რომ უდიდესი წმინდანი იყოს სტალინი და ასაკუთრებდა კიდეს. ანალოგიურად ამბობს და ბრძანებს მეუფე ილარიონ სამხარაძე რომ სტალინი იყო უდიდესი წმინდანი და სიწმინდის გარეშე ამოს ვერ მოიგებდა. ეხლა სიწმინდე ზოგადად ადამიანებისთვის რო იყოს გასაგები, რას ნიშნავს წმინდანობა? წმინდანობა არის ყველაფერში ნამდვილობა და სიმართლის ბოლომდე დაცვა. და სტალინი იყო ის ფენომენი, რომელიც ყველაფერში ნამდვილი იყო, თავის მოქმედებებში, სიყვარულშიც, მეგობრობაშიც, ღვთისმოსაობაშიც, ღვთისმშეულობაშიც, სიმკაცრეშიც, სისასტიკეშიც თუ ასე შემდეგ. ეხლა რაც შეეხება სისასტიკეს, ქრისტე არის სახარებაში ესეთი მუსა, მე ვითარცა კაციო სასტიკი ვარო, ძალიან სულფალი. და ძალიან ბევრი ესეთი საკითხებია სახარებაში, როდესაც ღმერთის სისასტიკეც გამოიყო. სიმართლის დაცვისთვის აზარე. კაცობრიობის გადასარევი, ხა მტერი, კაცობრიობის მტერი სულ ცდილობს. აი დღეს სულ მიდის იმაზე საუბარი, რომ აი მოახლოებულია ჟამი, მეორედ მოსვლის, მოახლოებულია ჟამი, მეორედ მოსვლის, ეს უკვე არის ბოლო ჟამი, ბოლო. და მეუფე ამბობს, ჯერ ეს არ არის ეს ჟამი. მას აქვს თავისი პერიოდი. და ამ კაცობრიობის მტრებს უნდათ რომ ეს დააჩქარო. ამას ემსახურებოდა პირველი მსოფლიო ომი, ამას ემსახურებოდა მეორე მსოფლიო ომი და ამას ემსახურებოდა მესამე მსოფლიო ომი, რომელიც მაშინ დაიწყო, როდესაც ჯერ კიდე არ იყო დამთავრებული მეორე მსოფლიო ომი. და სწორედ სტალინის ერთ-ერთი კორესპონდენტი იყო ამერიკელი კორესპონდენტი, რომელსაც კითხვა დაუსვა სტალინს და იმ პასუხის შემდგომ მას მოყვა იმ მესამე მსოფლიო ომი და ამასთან დაკავშირებით ძალიან კარგი განმარტებები აქვს იმ სამება და სამებობა ჟურნალში, რომელსაც ხალხი გაეცნობა და წაიკითხავს. მაგრამ ზოგადად იმ უზარმაზარი ბოროტი ძალის წინააღმდეგ ბრძოლას და იმ ბოროტი ძალის დამარცხებას ვერც ერთი სული ვერ შეძლებდა ის თუ არ იქნებოდა დიდი და რჩეული. ხოლო რჩეულების ხვედრია და რჩეულებს შეუძლია ის, რომ ძალიან დიდ ბოროტებას შეებრძოლოს და არა მარტო შეებრძოლოს, გამარჯვებამდე მიიყვანოს ის ბრძოლა და ეს იყო სტალინი. ისე როგორც დავით ახმაშენებლის სისასტიკე არ იყო ის. სხვათა შორის წმინდანი აი რომ გვეკითხებოდა ჩვენ ალბათ თანამედროვეობის მახასიათებელი თვისება არის თავდადებულობას იმართებს. ესე იგი წმინდანობას ძალიან ცალმხრივად აღვიქვამთ ჩვენ ყველა. იმიტომ რომ გონია რომ აი ვინაც თქვათ რწყის როგორც იტყვიან არ დააბიჯებს ფეხს, მხოლოდ ის არის წმინდანი. მაშინ წმინდანი ალბათ ის არის, ვინც ღვთის ინსტრუმენტია. ანუ თავის საქმეში არის აღმასრულებელი განგების ნების. და მისი სუბიექტი მაქსიმალურად მე ესე ვხედავ. დამცრობილი აქვს მისი მე. ალბათ ასეთი იყო კონსტანტინე დიდი ვთქვათ. ჩვენ რო ამ კუთხით შევხედოთ წმინდანს, რომ ის არ შეიძლება იყოს მკაცრი და მრისხანე, მაშინ გაუგებარი იქნებოდა ნებისმიერი მეფისა თუ მხედართმთავრის გაწმინდანების ამბავი, რომელიც კი ჩვენ გვსმენია. სისხლის ზღვას აყენებდნენ თუ შეიძლება ასე ითქვას. ესეთი იყო კონსტანტინე დიდი იყო ძალიან უზარმაზარი მაგალითებია ბიბლიური. ანუ მრისხანება არ არის უცხო წმინდანისთვის და სხვათა შორის ბერისთვისაც მრისხანება შეიძლება არა გამოხატული, მაგრამ ცეცხლია ეს. ალბათ ახლოს რო ეხები, უნდა იცოდე რომ ის ცეცხლია და თუ კი შენ უღირსი ხარ, აუცილებლად დაგწვავს. მით უმეტეს ერისკაცი, მხედართმთავარი, მხედარი უბრალოდ მეფე, ის აუცილებლად იქნება მრისხანე, იმიტომ რომ ცალმხრივად როგორი ეფუძი მტერს. ამიტომ ამ ხრივ ეს ჩემთვის გასაგებია. მე ხა როგორც ერთი რიგითი მოქალაქე ისე გესაუბრები, ანუ ჩემთვის ეს გასაგებია. მაგრამ აი გაუგებარია რეპრესიების აი რა სად ვარ გაჭედილი. ესე იგი რეპრესიების თემა სრულიად გაუგებარია და სხვათა შორის არსებობს ლიტერატურას ვეცნობი, მათ შორის YouTube-ზე იდება მასალები და როგორც წესი არსებობს ორი პოლუსი. ერთი არის, რომელიც ყველაფერს სტალინს აბრალებს, მეორე არის, რომ არაფერში სტალინი არ არის დამნაშავე და მე ვერცერთს ვერ დავეთანხმებ. ვიმეორებ ისე, რომ ვარ 37-ში, ესე იგი რეპრესირებულთა შთამომავალი და ვერაფრით ვერ დავიჯერებ, რომ აი თქვა ბაბუა ჩემი
დაახვიტეს და ბაბუა ჩემის ძმა დაახვიტეს იმიტომ 7 თვის იყო ჩამოსული. ეხლა ბაბუა ჩემს რატო ვიხსენებ? ინდიკატორი ჩემი ყველაზე ახლოს ამ თემას ეხება ჩემი წინაპრებიდან და უშუალოდ გრძნობ. მივიდა და უთხრა, ეგ თუ დაახვიტეთ მეც დასახურეთი ხარ ვარო და მოდი აგერ შედაც და ისიც დაახვიტეს. 7 თვის ჩამოსული იყო, თქვათ რუსეთიდან, თქვათ კი არა მართლა ასე იყოს, ინჟინერი იყო და ახალგაზრდა კაცი დაახვიტეს. როცა ამბობენ რომ სტალინმა თქვათ ეს არ იცოდა მტრების გაკეთებულია, მე ამასაც ვერ ვეთანხმები, იმიტომ რომ პირველი პირი, იმიტოა პირველი პირი, რომ ის პირველი პასუხისმგებელია ყველაფერზე რაც ხდება. მე ესე ვხედავ. აი ამ თემაში ვარ ძალიან დაპირისპირებული ჯუღაშვილთან. და ეს ბუნებრივია, ხო მეთანხმები. და ვფიქრობ და ვაზროვნებ. სანამ არ მივალ იმ დასკვნამდე, რომ ну შეცდა თუ არ ვიცი რა იყო სანამ მე უშუალოდ ვერ ზოგჯერ ხუმრობ ხოლმე საკუთარ თავს ვეხუმრები და სხვებსაც ვამბობ რომ ალბათ სტალინი რო გაიგოს თვითონ უნდა გახდეს სტალინი მეტი ანუ უნდა ჩააწვდე ღრმად და მიხვდე რა იყო ეს ყველაფერი რამხელა ტვირთი ქონდა ხო ელემენტარულად და იმ პერიოდში სხვადასხვა აი მე მესმის თქვენ ახლა რასაც ამბობ ლაზარ და ნამდვილად ძალიან დიდი ტკივილია და ეს ტკივილია, როდესაც იცი რომ აბსოლუტურად უდანაშაულო შენი წინაპრები აი გახდნენ იმ უსამართლობის მსხვერპლი რა უსამართლობაც იმ პერიოდში სუფევდა, მაგრამ ის სხვადასხვა აი მე რომ მოვიტანე ჟურნალი გაზეთის სტატია მომღერალი ჩვენი მოლოტოვთან შეხვედრის ანზორ ერქომაიშვილი შეხვდა ძალიან ძალიან დიდ მეგობარს სტალინის ეს ხო მოლოტოვი და მასთან საუბრის ჩანაწერები არის ამ გაზეთში აღწერილი და ესეთ რამეს ამბობს გადაკიდებულად ეკითხება ახლა ეს ხო ბატონი ანზორ ერქომაიშვილი მოლოტოვს რომ კი მაგრამ ამდენი დახვრეტები ეს 37 წელია როგორ შეიძლებოდა რომ სტალინს არ წოდნოდაო და თუ იცოდა და მაშინ რატომ ამაზე ვინ არის პასუხისმგებელი და ჩააცივდა რა ამ რეპრესიების პერიოდს და მოლოტოვმა გასცა ესეთი პასუხი რომ იმ პერიოდში ისეთი ქაოსური სიტუაცია იყო ზოგადად პოლიტიკა იყო ისეთი იმდენად ქაოსური და იმდენი მტერი იყო ქვეყანაში იმდენი დივერსიები და უსამართლობები ხდებოდა უბრალოდ ერთი ადამიანის მხრივ ამის კონტროლი ყველაფრის ამის და მოდიოდა ძალიან 100,000-ობით დასახვრეტი სიები მოდიოდა ჩვენთანო და ამ 100,000 დასახვრეტის ყველა საქმის გადასინჯა ფიზიკურად იყო წარმოუდგენელი და შეუძლებელიო და ამ აქედან გამომდინარეო ეს თავს კი არ იმართებდა ახლა აქ მოლოტოვი მაგრამ რეალობაში თქვა ამ ადამიანმა ის იმართლე ფაქტი მოყვა როდესაც საკითხი დგას ქვეყნიერების ყოფნა არ ყოფნის გადარჩენა არ გადარჩენის კაცობრიობის ყოფნა არ ყოფნის საკითხი დგა მეორე მსოფლიო ომის დროს მოდით ესე ვთქვა და ამ დროს ეხლა იქ 100,000 ადამიანის დასახვრეტის ის დეტალურად გასწრება და გულახდილი ვიყო ცოტა რთული ახლა საკუთარ თავს რო წარმოვიდგინე ვერ ვღებულობ მაგას გესმის რა ხდება მე ჩემთვის ადამიანი ბევრად მაღალი ღირებულება თქვა ჩემთვის მე ვერ ვღებულობ ხა ვინც უნდა მითხრას ვერ ვღებულობ ვიდრე სახელმწიფო იმიტომ რომ სახელმწიფო ეს მანქანაა და ადამიანი ეს არის ვერაიცილება ვერანაირად მაგრამ ის უშუალოდ სტალინის აი ბრალდება იცით რა არის ზუსტად უნდა ცოდნოდა აი სადავარ მაინც მოგდევ რა მაპატიე იმიტომ რომ მე ფეილორიონი ჩემთვის არის ხელშეუხების ესეთი ავტორიტეტი მაგრამ თუ მე არ ბოლომდე არ ჩავწვდი ვერ მივიღებ და აი მას ვერ წვდები ესე იგი მას მე ესე მაქვს წარმოდგენილი თუ კი დავით აღმაშენებელი მე არ ვიცნობ არც და სტალინს არ ვიცნობ და დავით აღმაშენებელს საიდან ვიცნობ გუშინ ცხოვრობდა სტალინი და დავით ჩვენ არავის არ ვიცნობ სინამდვილეში ხა ისევე როგორც ახლა ასათიანთან იჯდა მეუფე ილარიონი ამხელა უდიდესი სალოსი ბერი ხო ასათიანმა ვერ გაიგო ვინ იყო მეუფე ილარიონი რომელსაც უყურებდა და მისი მადლი ვერ შეიგრძნოდა ხა ის ატარებდა გადაცემას სტალინის შესახებ ხა რომელიც საერთოდ არანაირი შეხება არ აქვს საერთოდ სალოსზე წარმოდგენა არ აქვს სალოსი სხვა განზომილება მეუფე ამბობს ისეთ რამეს ლაზარე რომ ესე იგი ღმერთის სადიდებლად, ღმერთის სადიდებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს ადამიანმა
დავალება როგორიც აქვს თვისგან ადამიანს ის მოსწონს არ მოსწონს შეიძლება არის რაღაცა ანუ ის ინსტრუმენტად არის არჩეული არის ისეთი საიდუმლოებები ღვთის რომელიც იცის ღმერთმა შემოქმედა და იცის იმ ადამიანმა და ძალიან ბევრი ესეთი არის თუნდაც სტალინის ეპოქის პერიოდში უშუალოდ სტალინის მოღვაწეობის დროს და ეხლა რა თქმა უნდა ჩვენ ყველაფერი არ გვეცოდება თორე დავით აღმაშენებელი ვინ იყო ვინ იცის ზოგადად ეხლა ბოროტი გენიავი რო გააჟღერეს ეხლა ეს იყო აბსოლუტური ნუ ეს ისეთი სტერეოტიპული წარმოდგენაა სხვათა შორის რო ვკითხულობ წიგნებს დედაო ხო შეგაწყვეტინე რაიმეა ესე იგი თვითონ სტალინი იყო მკითხველი ეს ცნობილია და 4 საათი კითხულობდა 500 გვერდს კითხულობდა ეხლა ესეც წარმოვიდგინოთ მე ეს ხშირად შემხედრი ავტორებთან ძირითადად უცხოელ ავტორებს რო კითხულობ განსაკუთრებით სტალინის ტრებს იქ არის საინტერესო ყველაზე უფრო იმ კუთხით დანახული და რო კითხულობ რამდენიც პრაგმატიკოსი კაცი უკიდურესად პრაგმატი ადამიანი ეხლა სტალინი არ იყო კაცი რომელსაც ლიტერატურა უყვარდა გოროევ დოლჩანაშვილის პერსონაჟი არ იყო რა ეს იყო მსოფლიოს კერავდა თავის გემოზე თავის ნებაზე გეოპოლიტიკური სივრცე შეკერა უზარმაზარი საბჭოთა კავშირი და წარმოვიდგინოთ ის მკითხველი ანუ რაღაცა ედგა აქა ფილტრი რომელიც აი რუსები რო იტყვიან ჩერპალ იქიდან იღებდა იმას რაც მას ჭირდებოდა ანუ ეს იყო სუსხვა დონის ასე ვთქვა სუსხვა ხარისხის მკითხველი და ჩვენ როდესაც ვეცნობით მე ჩემ თავზე ვამბობ რომ ვეცნობი არა ნაწერებს რას გვრძნობ იცით რომ ძალიან ბევრი ტყუილია აი მაგალითად მე ვკითხულობ ეხლა ძალიან საინტერესოა სხვათა შორის საინტერესო წიგნია ტაინის სავიეტნიკ ვაჟდია და მასში ვკითხულობ ესეთ უცნაური წიგნია რუსული და თითქოს სტალინის გულშემატკივარია რაღაცნაირი ისეთი ავტორი და ამბობს ესეთ რამეს ისეთი ბანალურ რაღაცას ამბობს რომ ზუსტად დღეს ვკითხულობდი რა ამბობს რომ სტალინს არ უყვარდაო მაღალი ხალხი ადამიანები ეთქობა დაბალი რო იყო და მაღალი და რო უყურებდნენო ესე იგიო ფიქრობდაო რომ ეს მაღალიო და მერეო უფრო სხვანაირი გახდაო შემწყნარებელი გახდაო უცებ დავიჭირე ტყუილში გამორიცხულია რომ სტალინს სიმაღლის და სიდამრის მიხედვით გაერჩია თავის შვილს და სხვის შვილს რო არ არჩევდა კაცი და მისი შვილიც ისევე დასაჯა როგორც სხვისი შვილი ესეთი კაცი დაბალს და სიმაღლეს გაარჩევდა ანუ ტყუილებით არის გავსებული ხო ესე იგი ძალიან ძლიერი ფილტრი უნდა ედგეს ადამიანს გონებაში რომ გაარჩევ ინფორმაციულ ბადეში არ გაეხვას მით უმეტეს სტალინის შემთხვევაში რომლის წინააღმდეგ იყო მთელი მსოფლიო შეიძლება ითქვას არა, იმიტომ რომ პოლიტიკური აზროვნება ზოგადად მოაზროვნე თუ არა ეს პიროვნება ხო, ანუ ვერაფერს ვერ გაიგებს ვერა, იმიტომ რომ შენ იბერები ამ ინფორმაციით და გექნება სტერაი ბოროტგენიაზე მეც ვიყავი ესეთი სხვადასხვა ჟევარნაძე მითხრა ერთხელ რომ შენო სტალინი იცი ვინ იყო და ეხლა ამ იმით ინფორმაციით ვარ გაბერილი რომ მეც ვიცი რომ ბოროტიგენია იყო მით უმეტეს ოჯახში როგორია ეხლა დააყრეტილებ მამაჩემ სხვათა შორის პატივს წევს მე პირველი მტერი ვარ მაგის ვამბობს მაგრამ ეს დიდი იყო გრანდი იყო და მითხრა სტალინიო ვინ იყო იციო აი ხ დასავლურ ღირებულებებზე რო ლაპარაკობთ შევარნაძე ხო საბჭოთა კავშირის ასე ვთქვათ ერთ-ერთი დამარღვეველი ეს უდიდესი კაცი იყო მითხრა ლაზარეო მეო მაგის დაბადების დღე ისე არ გავა მაგასთან რო არავიდე პირველად ვერც უცებ ვერ დავახურდა ვიფიქრე სადმიდის სტალინთან მიდის ესე იგი სახლ-მუზეუმში სადაც მე ვიყავი ეხლა ვისთვისაც ეს არის თქვა შევარნაძე ავტორიტეტი როგორც დესტრუქტორია რა დესტრუქციის გენია ხო თუნდაც მაგ გადასახედიდან აი პატარა მინიშნება რომ ეს დესტრუქტორი საბჭოთა კავშირის იმ კონსტრუქტორის რა აღმატებულ ხარისხში პატივისცემელი იყო ანუ მის სიდიდეს გრძნობდა ეხლა რატო ჩვენ საუბრობთ დედაო რატო მე ვფიქრობ რომ მეუფე ილარიონი შემთხვევით კი არა პირდაპირ დამიზნებით აქვს დარქმული რომ მიდით ეკულიეთ რატო იმიტომ რომ ამოსახსნელი ფენომენია პრაქტიკული თვალსაზრისითაც ჩვენ რაღაც გაუგებრობაში ვართ ესე იგი საბჭოთა კავშირს ანგრევენ ვერ ანგრევენ ვერც გადააკეთეს ვერც გადმოაკეთეს ვერაფერი ვერ გააკეთეს არ და ქართველია ხო ვინ უნდა ამოხსნას
სხვათა შორის ბერმან ნიკოლოსმა ჩვენ დაგვავალა რომ დაიწყეთო პატარ-პატარა ბროშურებითო და გააკეთეთ ანუ ამოხსნა ავალება რას ემსახურება ლაზარ ემსახურება იმას რომ ქართველმა ადამიანებმა ქართველმა უნდა დაიწყოს ფიქრი და აზროვნების ხო ამოხსნან ვინ იყო თუნდაც სტალინზე რომ აი სტალინის ქართველობაზე მე გავამახვილე აი სახელმძღვანელო ვეფხისტყაოსანი 37 წელში შოთა რუსთაველის იუბილე გადაახტევინა ვეფხისტყაოსანი რუსულად ატარგმნა ხო ილია ჭავჭავაძე ვაჟა წამოწია ესე იგი ეს დამიზნებით ისიც აკეთებდა ამას დარწმუნებული ვარ განსაკუთრებით ის სახელმძღვანელო და ყველაზე უფრო აი ჩემთვის რა არის გასაკვირი იცი რომ გასაკვირი კი არა საინტერესო წერლური თვალსაზრისით რომ ესე იგი ქართული დიქციით იმით რომ აქცენტით ხო რუსეთი ის იმპერიის მეფე და ამას რო იწყნარებდნენ რუსები წარმომიდგენია მე ფიქრობ რომ ესე იგი რაღაცა ღრმად იყო ქართული სულის კაცი და სხვათა შორის ტაუგლარჯეთის აი თუ ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებას არ დაბრუნებას რო აბრალებენ და საერთოდ დიდ სივრცეში რო გავიდა ხო კრემლში რო დაჯდა იმიტომ რომ შეიძლება მან დაინახა რომ მართვა მხოლოდ იქიდან იყო შესაძლებელი მაგრამ შეიძლება საჭე კი იყო კრემლში მაგრამ მესაჭე ხო იყო ქართველი ანუ ქართული ბუნების ადამიანი ეხლა მე ამას კითხვის ნიშნებს ვამ აქცენტებს ვაკეთებ რომ რახან მეუფე ილარიონის პასს ვეძახი მაგას მე იმან პასი მოგცა მეუფემ რომ ხა მიდი და გაარჩიეთ ვინ იყო ეხლა შესასვლელი საიდანაც იყო იქიდან შევიდა რა თქმა უნდა ეს პროფილის თემა არ არის რა თქმა უნდა და სალოსი ბერი შევიდა დასცინეს მას სალოსს რო დასცინიან რაც ისტორია ქრისტიანობის ხო სულ დასცინიან და ასე არ გეწყინოს ეხლა ის მომღიმარი ირონიულად მომღიმარი სახეები რომელიც შენ ამბობ რომ მე გასერიოზული რაღაცები იქნება მე ხო დასერიოზული ანუ რაღაცას ეთქობა რაღაცა იგრძნეს შიგნიდან შიში ხო შიში ალბათ არავინ არ დასვეს ჩვენთან მეუფეს მარტო ჩვენ ვიყავით აი ხო იყო მე დისკუსიები თუ რაც რა ქვია დებატები ძალიან საინტერესოა ის ერთი ანუ თქვენ ცალკე რა მოხდა თქვენ ანტიკვარი მაგის მერე უკვე მაია ასათიანის თქვენთან არ და თქვენ ცალკე და თქვენ შეხება არ გქონიათ ჩვენი მის მერე ბლოკის მერე ანუ თქვენ სამიზნე იყავით ეთქობა ანტიკვარული სამიზნე ხო და ეს მეუფე ილარიონის ჩატარებული ის არის ანუ სამიზნე თვითონ როგორც ყველაფერში და ყველგან როგორც საერთოდ სალოსი დინების საწინააღმდეგოდ მოსიარულე ადამიანი. ხოდაშორ ძალიან მოეფერა მე ყველას რუსთავიურის აბარა იქ გულში მაგი ყველას ეფერება. ძალიან დიდი სიყვარულია მეუფე და უბრალოდ სირცხვილია ის ახალგაზრდა იყო იქ გამოსული თვითონ მე თქვენს რომ იქ ფსიქიურად დაავადებული მეუფე. მაგრამ იქ საპატრიარქოდან რო თქვენს აი რამე და ეხლა საპატრიარქოდან რო ჩართეს. საპატრიარქოდან რო ჩართეს ეხლა ბუტკოველის წარსული და ბუტკოველი ეხლა ვინ არის კიდე ეს გამოიკლიო მაშინ ჯერ და კიდე ბუტკოველის ნაირები მათ ბევრი მაგრამ ეხლა ბუტკოველი შესაძლებელი რო არაფერი ჭირს ეხლა ხოლმე სალოსბეს. მაგრამ თანაც სალოსი რო შეურაცხადი ახლა ახალი ისტორია არ არის მაგას მასე ნათლავენ სულ ბერი გაბრიელზე შეგვანაზის დახრეტა რო შეეცვალა იმ დასკვნით რა დასკვნით ფსიქიატრიაში რო გადაიყვანეს ბერი გაბრიელის ისტორია ვიცით ახლა ამას აღარ მოუყვებით ზუსტად ანალოგიური დაახლოებით მეთოდით გაუსწორდა ილია მეორე მეუფე ილარიონ სამხარაძის რომელმაც ამხილა კონკრეტულ ზაკურ ხვედებებში. ახლა ეს ვიღაცისთვის მოსაწონი იქნება, ვიღაცისთვის არ იქნება მოსაწონი, მაგრამ სიმართლეა და სიმართლეს თქმელი არის ზუსტად წმინდანი. წმინდანს არ აინტერესებს, ვინ რას იტყვის, ვისთვის პუბლიკა მისთვის აბსოლუტურად ეს სოციუმი მისთვის აბსოლუტურად არ არსებობს, მისთვის არის ღმერთი, არის ღმერთის დავალება და არის ისინი არიან მისი შემსრულებელი ყოველი სიტყვის რო იტყვიან და აი ზუსტად ამაში იყო საქმე რომ ხალხმა თავის ძოზე არ იცოდა მამა გაბრიელი და თუ ვინმე მიცოდა იცოდა უარყოფითი იმით ხო? უთხრით იგივე ხდება დღეს მეუფე ილარიონზე და ეხლა სინოდის დასაწერი რო არ იყო დასკვნა
ავადმყოფობის. ეს აქედანაც უნდა იაზრუნოს ადამიანებმა. ხა მაშინდელმა სინოდმა დაწერა დასკვნა, უკანონო დასკვნა, თავისთავად უკვე უკანონობას ნიშნავს იმას, რომ სამედიცინო კუთხის დონის დასკვნა დაწერა სინოდმა, რომ ფსიქიური ავადმყოფობის გამო განთავისუფლებული იქნეს ბოდმის ეპარქიის მღვდელმთავრობიდან. ამის უფლება არანაირი კუთხით არ ქონდა სინოდს, მაშინდელ სინოდს. ეხლა ვინ იყო მაშინდელი სინოდის წარმომადგენლები და რას ემსახურებოდნენ და ვის დაკვეთებს უფრო ასრულებდნენ როგორც ილია მეორე, ეს კიდე სააკე თემაა და მოდი ამაზედაც თუნდაც და ჩავატაროთ ერთი გადაცემა. არა, მე მირჩევნია რომ ჩვენ სტალინის თემას დავუბრუნდეთ. ხო, სტალინის თემა სხვათა შორის როგორც დამსჯელი მე ვერ ვღებულობ ვერა სტალინს როგორც დამსჯელს, მაპატიოს ყველამ ვინც ხა თქვა მეუფე ილარიონი რახან ამბობს გასაგებია, მაგრამ მე მაინც ვერ ვღებულობ სხვათა შორის. აი ხა გეტყვი ნაფიქრი მაქვს მაგაზეც და ესეთი რაღაცა წავიკითხე ერთ-ერთ წიგნში, ესე იგი მეუფე ილარიონი რა იყო. ესე იგი სტალინი თურმე ძალიან ზრუნავდა თავის თანამებრძოლების ჯანმრთელობას. ისე ზრუნავდა, რომ აბა იმას სისხლის მდგომარეობა როგორ აქვს, ამას კუჭი რო და ეს ყველაფერი მან იცოდა და მე რაღაც მომენტში მიწერდა, რომ აი ვეგალ კისლაუწყში გავუშვით, ისე გავუშვით მაგას ისეთიმი და ეს ავტორი წერს, ახლა პერია ეს ავტორი, მე მტრების წიგნებში ვკითხულობ, ძირითადად. ხო და იმიტომ რომ მოყვარის სტალინის მოყვარის წიგნები სულ ხოტბა და სულ ქება და იქ ვერ მიხვდები საერთოდ ვერაფერს. და ხო თვრები ძალიან ამით და ის ტერი გაფხიზლებს, გაჩვენებს უფრო ვინ არის სტალინი. ხო და არც მე ვარ ჯერჯერობით როგორც გითხარი სტალინის ისა რა ქვია სტალინზე შეყვარებული კაცი ხო და ესე იგი ესო ისაკენი თუ უკურნალეთ და მე ავტორი ამბობს რომ ბიჭო ჩამოთვლის მე ამათ იეჟოვი იაკოდა აი საჩინელი ხალხიც მათ შორის და მე ამბობს რომ ეს ამ წელს დახრიტა ეს ანუ ეს ადამიანები ვიზეც ესე იზრუნა სამკურნალოდ გააგზავნა დახრიტა ეხლა აქ მე ოდნავ ახსნა მოუძებნე ესე იგი ამას რა რომ თანამებრძოლად რო თვლიდა იყო ერთგული მისი უერთგულა მაგრამ რო დაინახა რომ ის მერდგულების პასუხად ღალატი ამას ვერ იტანდა უკვე დასაჯ ანუ სამართლია ეს რაღაცა ლოგიკა დავინახე იცი იმიტომ რომ მე შენთვის რომ ზრუნავ და შენთვის გადაყოლილი ვარ და ეს ყველას გამოუცდია ხო ძმობას გიწევ და მით უმეტეს ბრძოლა როა სახელმწიფო ბრძოლა რა იქ უკვე მე შენგანაც ჩვეულებრივ უბრალო ადამიანების იმიტომ ვერ იგებენ სტალინის ფენომენს ალბათ მიფიქრია ამაზეც ლაზარე იმიტომ რომ აი ადამიანური სიმართლეები და ადამიანური სამართლიანობა ბევრად კიდე რა თქმა უნდა იმდენად განსხვავდება ხა საერთოდ სიმართლე და ღვთიური სამართალი და კანონურობა და სადეხა ადამიანური შეფასებები და რამდენად პატარაა ხო და სტალინის ფენომენის და მისი სამართლიანობა ცდებოდა ადამიანურს ამიტომ ძალიან ბევრი ვერ უგებდა თუნდაც მეგობრებშიც კი ვერ უგებდნენ ხო იმიტომ სულად არ გამიკვირდება ის რაც აი მე უფრო რომ მოყვა ის მაგალითი ბიბლიური ადამიანი გამოეცხადა ესე სულად შემთხვევით მოხდა მცხეთის სემინარიაში რომელსაც ჩანთაზე ეწერა თავდაჭერით ერთხელ რა მაქვს იცი სტალინი იესო ქრისტეა გითხრა ერთს ეს გამახსენდა ეხლა ერთ-ერთი ავტორის წიგნში წავიკითხე რომ სტალინი ზოგჯერ ამბობდა მე რა ქრისტეა რა ვარ რომ ისე სიცილითო ერთი უცხოელი ავტორი მეო ქრისტეა რა მე არა ვარ რომ ქრისტეო ეგეთი რაღაცებს ხანდახან ხუმრობით და იმით რაღაც სალოსური ფრაზეოლოგია ახასიათებდა სტალინს ისეთი პარადოქსული ხუმრობები როგორც ვიცით და კიდევ ერთი მომენტი ესე განზოგადოება ალბათ ადამიანის აქციის არ შეიძლება ეს მამა ნიკოლოზთან მასწავლა ბერმა ნიკოლოზმა თავისებურად რა იცი ყველაფერი არის ერთადერთი და განუმეორებელი იმასთან ისეთი იყო ესეც გასაგებია ჩემთვის შეიძლება ვიღაცასთან რახან ესეთი ძიმე ჯვარი ქონდა ვიღაცასთან იყო საშინელი მაგრამ ვიღაცასთან თბილი და ადამიანური და იმიტომ რომ არის ხო ეს მომენტები ამიტომ ესეთი სქემატური განზოგადოება როგორც ჩვენ გვახასიათებს საერთოდ ადამიანების მიმართ და რა თქმა უნდა ასეთი პიროვნების მიმართ არის არასწორი და საერთოდ
დიდი ისტორიული პიროვნების შეფასება ჩემი აზრით ფაქტობრივ მართლა კი ხუმრობ, მაგრამ თანაც სერიოზულად თვითონ ის პიროვნება უნდა გახდე. ისე უნდა ჩაწვდე მას, შეიძლება მეუფე ილარიონის პასი ან ბერნიკოლოზის დავალება ეს არის სწორედ. ჩაწვდი რა, ვინ იყო ეს ქართველი. რახან მანა კივილშიც უნდა ჩაწვდე. ყველაფერში, მის ადამიანში, მის ადამიანურ გარდაეცვალა მიწაში რომ ჩახლა წარმოიდგინე რა ხელა გულის იყო ხო? ხა ძალიან ბევრი ისეთი ფაქტები არის კი ადამიანის შვილებისადმი წერილებში არის ეს ღრმატკივილის კაცი რო იყო ამას თქმა არ უნდა. ძალიან დიდი გული იყო. ამას თქმა არ უნდა და ტანჯული ადამიანი რო იყო. მაგრამ მე მაინც ვერ ვურიგდები ეს უნდა გავიმეორო ხშირად იმიტომ რომ იცით რატო იმიტომ რომ ვერა იცილებდა კითხვის რაც მოხდა აი მე ვფიქრობ რომ შეიძლებოდა კი იმის აცილება რატო იცით მაპატიე გაწყვეტილება წმინდანი მიმაჩნია ზუსტ ადამიანად ესე იგი მე ზუსტად რატო ბაბუას ვიხსენებ და მის ძმას თქვა და მათი მამაც დახვდით ეს, იმიტომ რომ ზუსტად უნდა ვიცოდე, რომ თუნდაც ამ მომენტში ესენი იყვნენ სწორად, იმიტომ რომ ჩემი ინდიკატორი ვიმეორებ, აქ ეხება სოსო ჯუღაშვილს, ჩემი გენეტიკური ხაზი და თუ ის არ იყო ზუსტი, მე გამიჭირდება მისი წმინდანად აღება. ჩვენ რა ვიცით, იქნება ის მსხვერპლ შეწირვაც იყო საჭირო იმისთვის, რომ ეს ბრძოლა ეს უკვე სხვა თემა. მაშინ უკვე დავით აღმაშენებლის გადაფასება ხდება. თბილისის ამღები, დავით აღმაშენებელი მძიმე პერსონაჟია. კონსტანტინე დიდი, ვახტანგ გორგასალი. მძიმე პერსონაჟები არიან, ესე მარტივად არ არის. და რახან წმინდანად შერაცხვა ნიშნავს ღვთის ინსტრუმენტად აღიარებას იმ საქმეში, ხო? ბიჯბოჟი რუსები რო ეძახიან, მესიის მახვილია რა. ხო და მე გონია ჩემი მოკლე ჭუით რომ მესიის מחვილობა ნიშნავს უკიდურეს სიზუსტეს. ანუ მან ზუსტად უნდა იცოდეს მაპატიე დედა ისა რა ქვია შევყევი, იმიტომ რომ ეს ჩემი კვლევის საგანიც არის მართალი რო გითხრა და მეუფე თქვენი აი ეს შემოსმა ეთერში არა მეუფე ილარიონის შემობრძანება და თქვენ მის გვერდით იყავით ჩემთვის იყო რაღაცნაირად როგორც სტიმული, როგორც კიდევ ერთხელ ასე ვთქვათ სურვილი ფიქრის კი, წვდომის, კიდევ უფრო ღრმა წვდომის და სხვათა შორის ის დამცინავი სტუდია და ასე შემდეგ კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ძალიან ზედაპირულები ვართ. ხო, ყველა თემაში და მით უმეტეს ესეთ თემაში. კაცობრიობას აინტერესებს, მოაზროვნე, მსოფლიოს აინტერესებს, სტალინი ვინ იყო და კვლევებია და ჩვენ ქართველები ეს სიცილით ესეთი პოზით არ მინდა ქალბატონ შევეხო იმას ყველას თავის გაჭირვება აქვს და იმასაც მაგრამ ესეთი კონფიგურაციით ესეთი პოზით ხომა ესეთი ჟესტიკულაცია ხო იცით რა არის როცა ქმნის საზოგადოებრივ აზრს და ხო ეხები ესეთ ისტორიულ პიროვნებას ჟენიეროვნებისა მინიმუმ სიფრთხილე არა მორიდება რაღაც სიფათიზე რომ იქნება არიცი დაუშვი რომ იქნება არიცი არგუმენტების სმენა არ იყო დედაო აი რა მეტყინა ყველაზე უფრო იმიტომ რომ შენ თუ ეძიებ იკვლევ და უბრალოდ საფურთხებლად არ გინდა მანდ ყველაზე უფრო რაც მეტყინა და გამაბრაზა და იმ ბრაზის მე უსასრულოებს არ გამოვხატავ ეხლა შეგნებულად რა იყო იცი თუ იწევ არა სალოსია ხო მაშინ უსმინე ხო მაშინ უსმინე და თუ შენ ყველაფერი იცი რისთვის იწევ საფურთხებლად კი მიიღო ეს ფურთხი მეუფეს რომელი ფურთხი მოხდება აი რა ფურთხი უნდა მოხდეს ჯერ და მე რა უნდა ეტყინოს კაც რომელმაცაც გავლილი აქვს გოლგოთა ხო მაგრამ ეს მან მიიღო აიღო თავის ყოველდღე ხო აიღო თავის თავზე იმიტომ რომ მოგცეს ესე იგი რაღაცა ფიქრის მოედანი ხო და ამისთვის მადლობა რა თქმა უნდა მეუფეს დიდი მადლობა დედაო თქვენ და ნაკლებად ნუ მე ვიცი რომ გეტყინა რაღაცნაირად შეგაწყვა ამ ამბავმა და რაღაცა უკმარობის განცდა დაგრჩა და ალბათ უკმარობის განცდა დაგრჩა ყველას იმიტომ რომ ჩვენ ვერ წდებით თითქმის ჩვენ თანამედროვე
დიდ ისტორიულ პერსონაჟს და გვერდით ყავს წმინდანი და იმას ვერ გებულობთ და იმისი წმინდას ვერ გებულობთ და ეხლა ამოდი და ხო და მით უმეტეს წინაპარს ხო ახლა სტალინი რო იყო წმინდანი და აი ურაპატრიოტიზმიც აქედან მოდის ფსევდოპატრიოტიზმი დავით აღმაშენებელს რო ვადარებთ ჩვენ თავს და აგერ ყავდა ახლოს პრეზიდენტი და ესეთი და უცებ დავით აღმაშენებელი იმიტომ რომ არ ვიცით და რო არ იცი უცებ გეჩვენება რომ შენ თვითონ ხარ დავით აღმაშენებელი და ახლოსაც კი არ გაგივლია დავით საინტერესოა პირველ დავალება რაც ღმერთმა მისცა ადამ და ევას ადამს უფროსოდ ეს იყო დაარქვი ყველაფერს სახელი რო შეუშვა სამოთხის ბავშვი და დღემდე 21 საუკუნის ადამიანებმა ვერ ვისწავლეთ სახელების დარქმევა კეთილის, ბოროტის, თეთრის, შავის და ამას გვასწავლიან წმინდანები. ზუსტად ამიტომ მივიდა მეუფე, განაარჩევდა მეუფე მაკა ასათიანის დინგიცობა დაუშვა მაია ასათიანის დაუშვათ გამოხტომები და მისი არ ვიცი ხა სტილი ხო კარგით ეს ბოროტისა და კეთილის გარჩევის ნიჭი არის საერთოდ მართლმადიდებლობის და ქრისტიანობის მწვერვალი და ეს არის აქედან იწყება ქრისტიანობა ვიგრანტი ბრიაჩენოვი წერს და ჩვენაც ვისწავლოთ სულთა გარჩევა. ზედაპირულად კითხულობენ ბიბლიასაც, ზედაპირულად კითხულობენ ბიბლიას კითხულობს ზოგი როგორც ზღაპარს ისე რა მიწდა ზღაპარს. იქ რომ არის აი ხა დავით მეფსალმუნე წარმოიდგინე აბრაამი უდიდესი აი ხა ისეთი მაგალითებია ბიბლიაში მოყვანილი როგორი სისასტიკე ჩაიდინა ხო დავით მეფსალმუნემ რომელიც წყემსი იყო გახდა მეფე და შემდგომ დაწერა იმ ცოდვის შემდგომ მან ის ფსალმუნი ის 20 კანონი და ძალიან ბევრი მაგალითებია იმასთან დაკავშირებით რომ იმ სისასტიკის მერე როგორც წმინდანი იყო ის ადამიანი და ეს არის ესეთი რაღაცა ხსნის აი მეუფეს უთქვამს ბევრჯერ რომ არის ცოდვა რომელიც აცხონებდა ღვთის წმინდას ადამიანს და არის ცოდვა რომელიც აწმენდას კლავს სულს მაგრამ ამის გარჩევაც უნდა ეს ყველაფერი უნდა ვიცოდეთ და მოკლედ ერთი მინდა გავიხსენო ისე უცებ გამახსენდა ეხლა მოვიკითხე ერთ წიგნში ესე იგი სტალინის შვილმა რომელიღაცა მგონი ვასილი მოაწერა ვასილი სტალინი და დაი გამოიცახა შვილი და იონიო სტალინი როგორ მოაწერეო სტალინი არ ხარ შენო სტალინი მეც არ ვარ ხო და ვინ იყო იოსებ სტალინი სოსო ჯუღაშვილი ვიფიქროთ ამაზე ჩემო ძვირფასო მეგობრებო მადლობა რა თქმა უნდა პირველ რიგში მეუფე და მოგწალები ხო ილარიონს ყურმესი მადლობა და რა ვიცი ჩვენგან გვაპატიოს ხო და მადლობა დედაო რომ გვესტუმრეთ დღეს და მადლობა ტელემაყურებელს რომ ამდენხანს გაგვიზრდა აი მამა ნიკოლას აქვს გონი მაგრამ ხო ჰიტლერის ფენომენს იმიტომ უმალავენ კაცობრიობას სტალინის რომ არ ვერ ჩაწუდეს სტალინის სიდიადე არ დაანახონო ხო მოვა ყველაფერს აქვს თავის დროჟამი და ალბათ ფიქრი აზროვნება და ეს გადაცემა კიდე ერთ რამეს ემსახურებელს რა თქმა უნდა არ არის ჩვენ გაუგზავნით ალბათ მაია ასათიანს ეს მისთვის არ არის განკუთვნილი და ისე თუ ღრმად სიღრმე აინტერესებს ჩვენ კიდე გესტუმრებით ქალბატონო მაია და სიამოვნებით გაგესაუბრებით არა ვართ ნამდვილად გაბრაზებული და ნაწყენი თქვენაც მადლობა რომ ესე იგი ესეთ ელიტურ და ღრმა და მაღალ ტრიბუნაზე შემოუშვით მეუფე ილარიონი და დედა ნინო კარგად სანდებოდეთ